როდესაც ილია თოფურია მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ყველა მიცოდა, რომ მის გვერდით იყო მისი მუდმივი პარტნიორი, მისი მწვრთნელი და ძმა ალექსანდრე. მაგრამ ალექსანდრეს კარიერა დაწყებულა გუშინ, მისი კარიერა 10 წლის წინ დაიწყო, რომელიც ესპანეთის მცირე დარბაზებიდან დღევანდელ UFC-ს ოქტაგონამდე გრძელდება. დღეს ჩვენ ვნახავთ ალექსანდრე თოფურიას პროფესიული გზის ყველა ეტაპს. დაწყებული 2015 წლის დებიუტიდან სუპერმსუბუქ ზონაში, ასევე პირველი მარცხი, წონის ცვლილებები და რა თქმა უნდა საბოლოო კონტრაქტი UFC-ში. და რაც მთავარია, სულ რამდენიმე საათში მეორე ბრძოლას გამართავს UFC-ში ბაზახ ბეგზად ალმახანის წინააღმდეგ. თუ მზად ხართ, რომ გავიხსენოთ მისი ყველა ბრძოლა, თხოვნა იქნება გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ახლა კი დავიწყოთ. ალექსანდრეს პროფესიული დებიუტი 2015 წლის 4 აპრილს შედგა სუპერმსუბუქ ზონაში, სადაც ის ეკვადორელ ანდრეს ბრაულიო ლაზარო ჩიგუანოს დაუპირისპირდა. ბრძოლა ესპანეთში, ვალენსიაში გაიმართა. ალექსანდრემ თავიდანვე აქტიურად დაიწყო ბრძოლა. დებიუტშივე აჩვენა თავისი გრეპლინგის სიძლიერე, მალევე წააქცია მოწინააღმდეგე და ბრძოლა მიწაზე გადაიყვანა, სადაც იქ კარგად აკონტროლებდა მოწინააღმდეგეს. ეკვადორელმა ერთ მომენტში თითქოს მოახერხა თავის დაძრონა ამ სიტუაციიდან, მაგრამ უშედეგოდ. ალექსანდრემ ის კვლავ კარგად გააკონტროლა. ხელი დაუჭირა და პირველივე რაუნდში ხელის მტკივნეულით დაამარცხა მოწინააღმდეგე. ეს იყო მისი პირველი გამარჯვება პროფესიულ კარიერაში. მოკლედ, ალექსანდრემ საკმაოდ კარგად დაიწყო. ალექსანდრემ მეორე ბრძოლა იმავე წლის 9 მაისს გამართა, ამჯერად უკვე ალიკანტეში. მისი მოწინააღმდეგე ესპანელი ალეხანდრო რუმინი იყო. ალექსანდრემ რა თქმა უნდა აქტიურად დაიწყო ბრძოლა. მეტოქემ რამდენჯერ მესცადა მისი წაქცევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ალექსანდრემ თავი კარგად დაიცვა და პირიქით მან მოახერხა ესპანელის მიწაზე გადაყვანა და იქ კონტროლი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი კარგი უნარები გრეპლინგში. ალექსანდრე მოწინააღმდეგეს მიწაზე კარგად აკონტროლებდა, დარტყმებსაც აყენებდა და ცდილობდა მტკივნეული ილეთის შესრულებას. საბოლოოდ მიზანს მაინც მიაღწია. ისევ პირველი რაუნდი და ისევ მტკივნეული ილეთი. ამჯერად მან მოწინააღმდეგე 2 წუთსა და 59 წამზე უკვნიდან მოახრჩო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა კარიერაში. ამ ბრძოლაში უკვე გამოჩნდა მისი ნიჭი, მაგრამ შემდეგ პირველი სერიოზული გამოწვევის დროს დადგა. მესამე ბრძოლა ალექსანდრემ მალევე გამართა, ისევ ვალენსიაში. 2015 წლის 29 მაისს მიქს ფაით ივენტზე. ეს ბრძოლა ისევ მსუბუქ წონით კატეგორიაში გაიმართა. ამჯერად მისი მოწინააღმდეგე ბულგარელი ივო ივანოვი იყო. ალექსანდრესთვის ეს იყო მძიმე და რთული ბრძოლა. როგორც ყოველთვის ალექსანდრემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო. თავიდანვე სცადა თეიქდაუნების შესრულება და გამოუვიდა კიდეც. პარტიაში ალექსანდრე კარგად გამოიყურებოდა და დარტყმებსაც აყენებდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მას მოწინააღმდეგე იყო უსაქმოდ. საპასუხო დარტყმები მანაც შეასრულა. პირველ რაუნდში ალექსანდრე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რასაც ვერ იტყვით მეორე და მესამე რაუნდებზე. აქ თითქოს უფრო დაღლილი ჩანდა. ის ისევ განაგრძობდა თეიქდაუნების შესრულებას. ერთი პერიოდი მეტოქე თითქმის დაიჭირა ხელის მტკივნეულზე, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ აქ დახარჯა მან დასჩენილი ენერგია. საბოლოოდ მესამე რაუნდში ალექსანდრე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ეს იყო მისი კარიერის პირველი და ერთადერთი მარცხი. იმედი მაქვს, რომ უკანასკნელიც. ამ მარცხის შემდეგ ალექსანდრემ აიღო საკმაოდ გრძელი პაუზა და 6 წლის შემდეგ 2021 წლის დეკემბერში დაუბრუნდა ოქტაგონს. ის დაბრუნდა ბრაზილიელი ლუკას ტენორიოს წინააღმდეგ და დაბრუნდა ისევ სუპერმსუბუქ ზონაში, სადაც დაიწყო კარიერა. სამწუხაროდ ვიდეო მასალა ამ ბრძოლის ვერსად ვერ ვნახე, მაგრამ გეტყვით, რომ ტენორიო ალექსანდრემ პირველი რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვების შემდეგ უკვე მზად იყო ახალი გამოწვევებისთვის.
შემდეგი ბრძოლა 2022 წლის მარტში გამართა ვარ MMA-ზე. ბრძოლა კვლავ ალიკანტეში იყო. ალექსანდრე ესპანელ ალბერტო იბანიეს დაუპირისპირდა. ამ ბრძოლაში მან სრულიად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები სტრაიკინგში. შანსი დაუტოვა მოწინააღმდეგეს და მეტოქე პირველსავე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ეს იყო მკაფიო მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ალექსანდრე თოფურია ნებისმიერი დისტანციიდან სახიფათოა. – 2023 წლის მაისში კი დადგა ბრძოლა, რომელმაც ალექსი UFC-მდე მიიყვანა. ბრძოლა მადრიდში გაიმართა ფრანკ იოჰან სეგას წინააღმდეგ WW9-ზე. ალექსანდრემ სწრაფადვე შეასრულა თეიქდაუნი, მეტოქე ოქტაგონზე გააკრა და დასტყმების სერია დაიწყო. საბოლოოდ მსაჯს სხვა გზა აღარ ჰქონდა, ბრძოლა გააჩერა. ეს იყო ძალიან სწრაფი და დამაჯერებელი გამარჯვება. ეს წუცა და 27 წამში. სეგასი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ალექსანდრეს რეკორდი ახლა უკვე 5-ზე ჰქონდა და 5-ვე ბრძოლა ფინიშით მოგებული. რა თქმა უნდა, UFC-ის ყურადღება ახლა უკვე გარდაუვალი იყო. 2025 წელი, 9 თებერვალი, სიდნეი, ავსტრალია. UFC 312. ალექსანდრეს ოცნება ახდა, მეტოქე კოლბი თიქნესი. დებიუტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მაგრამ ალექსანდრემ აჩვენა თავისი გამოცდილება. ის არ ყოფილა ორიენტირებული მხოლოდ ნოკაუტზე. სამივე რაუნდში მან გამოიყენა თავისი შესანიშნავი ფეხის მოძრაობა და კონტრდასტყმები, რითაც თიქნესს კომფორტულად ბრძოლის საშუალება არ მისცა. ეს იყო ტაქტიკური გამარჯვება მსაჯების ერთსრულოვანი გადაწყვეტილებით. ალექსანდრემ ამ ბრძოლაში დაამტკიცა, რომ მას მხოლოდ ნოკაუტი კი არ შეუძლია, არამედ შეუძლია 15 წუთი სრულად ჩხუბი. ალექსანდრემ თავისი პირველი ბრძოლა მოიგო UFC-ში და უკვე რამოდენიმე საათში ის მეორე ბრძოლას გამართავს ყაზახ ბეკზად ალმახანის წინააღმდეგ. 2 სიტყვით შევეხები ამ ბრძოლასაც, თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემახსედევს ვიდეო, რა თქმა უნდა, ლინკსაც დავტოვებ ამ ვიდეოს აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ბეკზატი ბევრად განსხვავებული მებრძოლია, ბევრად აგრესიულია და ვფიქრობ, რომ თავიდანვე აგრესიულად დაიწყებს. ალექსანდრეს ამოცანა კი იქნება, რომ შეაჩეროს ის პირველადი აგრესია, შესაბამისად გამოიყენოს თავისი გრეპლინგი და ჭიდაობა, რაშიც არის ძლიერი ბეკზატზე. და არა მხოლოდ ჭიდაობაში, ვფიქრობ, რომ ბევრად მრავალმხრივი მებრძოლი არის და სრულყოფილი მებრძოლია ალექსანდრე ბეკზაძე და შეუძლია ნებისმიერ ასპექტში დაჯაბნოს ბეკზატი. შეუძლია დაამთავროს ეს ბრძოლა დროზე ადრე და ვფიქრობ, რომ სჭირდება ალექსანდრეს ამ ბრძოლის დროზე ადრე მოგება, რამე ეფექტური გამარჯვება, ნოკაუტით ან საბმიშენით ნებისმიერი, რადგან უფრო დაწინაურდეს რეიტინგში და შემდეგი ბრძოლა უფრო ტოპ 15-დან ან ტოპ 10-დან ხონდეს. უფრო რა თქმა უნდა ტოპ 15-დან არ მგონია ტოპ 10-დან შეახვედრონვე შემდეგში ამ გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ დავილოდოთ მოვლენების განვითარებას. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მებრძოლებს, დღეს წარმატება უსურვოთ ალექსანდრე თოფურიას, შემდეგში გველის მერაბდვალიშვილის ჭუბიც, გიგა ჭიკაძეს ბრუნდება 14 დეკემბერს ოქტაგონზე. წარმატებები ვუსურვოთ კიდევ ერთხელ ჩვენ მებრძოლებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. წინ ბევრად საინტერესო ვიდეოები გელოდებათ, ასე რომ დროებით შეხვდებით შემდეგ ვიდეოში.